რეაგირება მოჰყვება რესტორანში მომხდარ დაპირისპირებას, რომლის მონაწილეც ქართული ოცნების მხარდამჭერი და პარტიის ლიდერებთან დაახლოებული ლაშა ბასლანძეა. ბასლანძე პოლიციაში წუხელ გვიან ღამით გამოკითხეს. დაპირისპირება ბასლანძესა და მის პარტნიორს შორის მოხდა. ირკვევა, რომ ბასლანძეს რესტორანი ქვევრი პარტნიორისგან იჯარის ხელშეკრულებით ჰქონდა ნაქირავები, თუმცა კონტრაქტი არ შეასრულა, რის შემდეგაც რესტორნის დატოვება მოუწია. სავარაუდოდ ამ გარჩევის გამო დაესხა ის თავს რესტორნის მფლობელს. შემთხვევის დროს იარაღიდანაც გაისროლეს. ქეთი ნადიბაიძე არკვევს რესტორანში მომხდარის დეტალებს, ის ესაუბრა ადვოკატებსაც და ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით ამ საქმესთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა როგორც გავარკვიეთ, ამ მომენტისთვის ლაშა ბასლანძე დაკავებული არ არის. ის გვიან ღამებდე რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა გამოკითხვაზე, თუმცა გამოკითხვის დასრულების შემდეგ ის გაუშვეს. ჩვენს მიერ გადაღებულ კადრებშიც კარგად ჩანს, რომ ის პოლიციის განყოფილებაში გადაადგილდება თავისუფლად. იმ მომენტისთვის ის დაკავებული არ ყოფილა და დღეს უკვე შალვა ტიბუას ადვოკატმა დაგვიდასტურა, რომ ლაშა ბასლანძე ჯერჯერობით დაკავებული არ არის. ელოდება ტიბუას მხარე საგამოძიებო მოქმედებებს. მისი ადვოკატი გვეუბნება, რომ კადრებშიც კარგად ჩანს, რომ ეს იყო თავდასხმის დროს ლაშა ბასლანძე იმყოფებოდა შეიარაღებული, თუმცა ჯერჯერობით ამ საქმეს არ ყავს არც დაზარალებული რომელიმე მხარე, არც დაკავებულია ვინმე და ბრალიც არავის აქვს ჯერჯერობით წაყენებული. ჩვენი ინფორმაციით საქმეში გამოკითხული არის უკვე სხვა მოწმეებიც, დევს მტკიცებულებები და მათ შორის ჩვენებები იმის შესახებ, რომ შესაძლოა ეს იყო ორგანიზებული დანაშაული და რომ ეს თავდასხმა სპონტანურად არ მომხდარა, რადგან ჩვენი ინფორმაციით ლაშა ბასლანძე სანამ შემთხვევის ადგილზე მივიდოდა, მან მოითხოვა თანამშრომლებისგან უსაფრთხოების კამერების გათიშვა, რომ არ დაფიქსირებულიყო კადრები კამერებზე, თუმცა ეს ჩანაწერები მაინც არსებობს და საზოგადოებამ ეს ნახა. კარგად არის ასახული ამ კადრებში თავდასხმის ფაქტი. აღნიშნული სტატუსებს, რომელი მხარე რა შეიცავს ბრალდებულს თუ დაზარალებულს, ეს ბრალდების მხარის პრეროგატივა. ანუ გამოძიება მიმდინარეობს, ისევ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისად ბრალდების მხარემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვის მიანიჭოს დაზარალებული სტატუსი და ვის ბრალდებული სტატუსი. ეს იყო საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც არ შესრულდა მხარის მიერ. შესაბამისად შეწყდა მასთან საიჯარო ხელშეკრულება. ეს უსიამოვნება გამოიწვია ამ ყოველივე. იყო თუ არა ეს თავდასხმა ბასლანძის მხრიდან? თქვენ რა კვალიფიკაციას აძლევთ როგორც ადვოკატი? კადრები ნახეთ? არის თუ არა ეს თავდასხმა? როგორც ვთქვით, რატომ არ არის ბრალი წაყენებული? ესეც ბრალდების მხარის პრეროგატივაა, მან უნდა შეაფასოს აღნიშნული. როგორც მოისმინეთ, შალვა ტიბუა ელოდება საგამოძიებო მოქმედებებს. ამ დროისთვის ისიც გამოკითხული არის და ასევე გამოკითხული არის ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ლაშა ბასლანძე, რომელიც ამ პარტიის აქტიური ღია მხარდამჭერი არის. ჯერჯერობით ის თავისუფალია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ ინფორმაციას ამ საქმესთან დაკავშირებით არ ავრცელებს და როგორც მოისმინეთ ადვოკატისგანაც, მათ შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა ბიზნეს პარტნიორობა, რომელიც შეწყდა იმის გამო, რომ ლაშა ბასლანძემ დაარღვია საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და ამას მოჰყვა სწორედ ის ფაქტი, რომელიც საზოგადოებამ ნახა და რომელიც უსაფრთხოების კამერების ვიდეო კადრებზეც ასახულია.